მთავარი კითხვა არის ახლა რა ხდება უნგრეთში და რასა და რას შორის, რა სისტემას შორის მიმდინარეობს არჩევნები, იმიტომ რომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიქტორ ორბანის მთავარი კონკურენტი არ არის ჰაერიდან მოსული ადამიანი, ის 2024 წლამდე პარტია ფიდეშის წევრი იყო, მისი მეუღლე იყო იუსტიციის მინისტრი ორბანის კაბინეტში, თვითონაც ორბანის გარემოცვას წარმოადგენდა. მოკლედ, რა ხდება უნგრეთში? მადლობა მოსვლისთვის პირველ რიგში. და გილოცავთ აღთქმას, ხრისტიახსკამ რაოს დაშწერთ. კაპიტან ნინო თქვენი დავიწყოთ. საღამო მშვიდობის ქრისტიახსკა. ჭეშმარიტ. ბულოცავ ყველას, მალე გვეზე იმოს გამარჯვებაც. და რაც თავარია, ყველას გვეზე იმოს ავტორიტარული მმართველობების წარსულს ჩაბარება და დემოკრატიულ გზაზე დადგომა, მას იმსახურებს მებრძოლი ხალხი. უნდა დაიწყოს წესით უნგრეთში. ჯერ არ ვიცით და შეფასებებიც გვიჭირს, ეგზიტ პოლები მთელი დღის განმავლობაში არ ყოფილა, ვიცით მარტო ის, რომ ძალიან მაღალია ისტორიულად მაღალია ბოლო 16 წლის განმავლობაში ამომრჩევლის აქტივობა, მაგრამ ეს რამდენად ნიშნავს ცვლილებას, ჯერ არ ვიცით, იმიტომ რომ მობილიზაციას ახდენს ორივე მხარე, ჩვენ გვახსოვს 2022 წლის არჩევნები, სადაც ასევე ძალიან მაღალი მოლოდინები იყო, რომ ოპოზიციის სასარგებლოდ გადანაწილდებოდა აქტივობით გამოწვეული ხმები და მერე მაინც აღმოჩნდა, რომ საარჩევნო სისტემამ განსხვავებულად იმუშავა და მობილიზაცია მოხდა სწორედ განმავლობაში. არ ვიცი, კაპიტან ნინო მიაქციეთ თუ არა ყურადღება. 9-დან 11 საათამდე რაღაც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ამომრჩევლების 16%-დან 38%-მდე გაიზარდა და როგორც ვარაუდობენ, ეს შესაძლოა სწორედ იყოს ორბანის მომხრეთა ხელოვნური მობილიზაციის შედეგი. ხო, საბოლოო ჯამში ჩვენი შეფასებები აქეთ უნდა წავიდეს იმ ხალხის, ვინც პოლიტიკურ სისტემებს ვაკვირდებით, ელექტორალურ ავტორიტარიზმს ვაკვირდებით და ამ ტრენდს, რომელიც საკმაოდ ფეხს იკიდებს არა მხოლოდ გარდამავალ დემოკრატიებში, არამედ შემდგარ დემოკრატიებში, სადაც შესაძლოა სწორედ უკუსვლა ვიხილოთ და ის, რომ 16 წელი ორბანი და მისი პარტია ხელისუფლებაში არიან, მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა იქ, ასე ვთქვათ, სისტემური გამყარება საკმაოდ წინწასული იყოს საიმისოთ, რომ შედეგების манипуляცია მოხდეს, არა ვთქვათ, იმ გაგებით, როგორც ეს ევროკავშირის გარეთ ხდება ხოლმე, არა როგორც ეს ჩვენ გვინახავს საწყალ და რაღაცნაირად განვითარებად ქვეყნებში, მაგრამ მიუხედავად ამისა 16 წელიწადი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ სისტემამ მოახერხოს რაღაცნაირად არა, გულისხმობ იმას, რომ მართლ პარტიას შეუძლია ისეთი სისტემის მობილიზება, რომელმაც შესაძლოა შედეგზე მაინც უარყოფითი გავლენა იქონიოს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამა თუ იმ ლიდერის თუ პარტიის პოპულარობა კლებულობდეს და ბევრი ეშმაკი იყოს, კი ბატონო. სწორედ ამიტომ არის, რომ 16 წლის შემდეგ ალბათ ეს უფრო არის საარჩევნო რევოლუცია, ვიდრე პირდაპირი გაგებით არჩევნები. ეს არის ცალსახად ძალიან დიდი ცვლილება, თუ ეს ცვლილება განხორციელდა, მაგრამ ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ბოლო მონაცემებს გეტყვით, 9,600,000-ია უნგრეთის მოსახლეობა, 8,000,000-მდე არის ხმის მიმცემი. ამ ეტაპზე წინასწარი მონაცემით 7,500,000 ადამიანმა მისცა ხმა. ეს უპრეცედენტო რაოდენობა ცალსახად. ეხლა უნგრეთის არჩევნებს ყველა თვალსაზრისით ძალიან ყველა მხრიდან ვაკვირდებით, იმიტომ რომ ყველა თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც შიდა პოლიტიკურად, ისე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ჩვენი პერსპექტივიდან გამომდინარე. რა გავლენა შეიძლება ამან მოახდინოს როგორც თვითონ უნგრეთზე, ევროკავშირზე, უკრაინაზე, რუსეთზე და საქართველოს. ხო, ამიტომ არის რაღაცნაირად ეპოქალური და გამსაზღვრელი, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში დინამიკა არის შეცვლილი და მათ შორის უნგრეთის პოლიტიკა არის შეცვლილი, ორბანის პოლიტიკა არის შეცვლილი. ჩვენ გვემახსოვრება იმიტომ რომ ერთ ავტოკრატ ლიდერს მხარს უჭერს როგორც რუსეთი, ისე შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ესეც პარადოქსალური ნაწილი. ხო,
შესაძლოა ახსნადი იყოს, მაგრამ უნგრეთთან მიმართებით ან აქ საკვანძო საკითხი არის სწორედ ის, რომ ამ არჩევნებს აქვს გავლენა არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, არა მხოლოდ უნგრეთის ვთქვათ რა ტიპის მმართველობა ჩამოყალიბდება და არა იქნება ეს ვთქვათ გაგრძელდება ელექტორალური ავტოკრატია თუ შეიცვლება ეს მეტად პროევროპული თუ პროევროკავშირის ძალებით და მათ შორის ვთქვათ რა გავლენა ექნება ამას შიდა ეკონომიკაზე იმის გათვალისწინებით რომ ევროკავშირთან ურთიერთობებზე არის არსებითად დამოკიდებული როგორი ეკონომიკური თუ ფინანსური ფონი შეიქმნება მომავალში უნგრეთში მაგრამ მნიშვნელოვანია მათ შორის იმის გათვალისწინებით რომ ამას ძალიან დიდი გავლენა ექნება შედეგებს დიდი გავლენა ექნება თავად ევროკავშირზე ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაზე გავლენა ექნება სლოვაკეთის პოლიტიკაზე გავლენა ექნება ჩეხეთის პოლიტიკაზე რომელიც ასევე ვთქვათ განსხვავებულ რაღაც ტიპის ცვლილებებს გვაჩვენებს გავლენა ექნება საქართველოზე და საქართველოში ივანიშვილის რეჟიმზე და გავლენა ექნება მთლიანად ამ გეოპოლიტიკურ ჩარჩოზე რუსეთის გავლენა გაძლიერდება თუ შესუსტდება ევროკავშირის ფარგლებში ამიტომ არის რომ ყველა გამადიდებელი შუშით ვუყურებთ ამ არჩევნებს და გულშემატკივრობთ დემოკრატიულ ძალებს რომელსაც ამ ვითარებაში ხელმძღვანელობს სწორედ ორბანის გუნდიდან გამოსული ლიდერი, რომელიც ვთქვათ რადიკალურ ცვლილებებს ვერ განახორციელებს მისი გამარჯვების შემთხვევაშიც უკრაინასთან მიმართებით მასაც თავისი შეზღუდვები აქვს და თავისი პოლიტიკა აქვს დაფიქსირებული და როგორც თქვენ ბრძანეთ 2024 წლამდე ის ამ გუნდის ნაწილი იყო, ამიტომ თვისებრივად განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას ის ვერ აწარმოებს საწყის ეტაპზე, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია და აქ თავარი არსებითი საკითხი არის რუსეთის გავლენა რამდენად შენარჩუნდება ევროპის კავშირში, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს განსხვავებული ორბანიც, ხო 2012 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ ვიქტორ ორბანი იყო საქართველოში ჩამოსული ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, მაშინ, როდესაც მისთვის საკმაოდ ცხადი იყო, ბევრისგან განსხვავებით, რომ საქართველოში პრორუსული ძალები მოდიოდნენ, თუ არა პირდაპირ რუსული ჩარებით. გიორგი კობერიძე, თქვენმა კოლეგამ დაწერა ძალიან საინტერესოდ, სანამ ორბანი პროევროპელი იყო, ქართული ოცნება მას მტრად თვლიდა და ნაციონალური მოძრაობა მეგობრად. მაგრამ მას შემდეგ, რაც ორბანი მთელი თავისი არსებით შევიდა რუსეთის მომხრეთა ორბიტაზე, ის ქართული ოცნების იდეალური პოლიტიკოსი გახდა და კი, ნამდვილად ასეა, მე მახსოვს, მე მასპინძლობდი მას, მე გვახდი მას, როდესაც ის ქუთაისში ჩაფრინდა და აეროპორტი გახსნა და მე სიტყვით მიმართა იქ შეკრებილ ხალხს და მან საკმაოდ კაცრად ანტირუსული, ანტიპუტინისტური განცხადებები გააკეთა მაშინ. რატო უსვავ ამას, რატო და ძალიან გულშემატკივრობდა მიხეილ სააკაშვილს და შემდგომ უკვე საქართველოსთან განდევნილ პოლიტიკოსებს, რომლებიც პოლიტიკის დევნის შედეგად მან ერთგვარად შეიფარა. ეხლა რატო უსვავ ამას ხაზს, რომ მისი სახე ცვლილება თუ პოლიტიკის ცვლილება შეუძლებელია მოწმენდილცაზე ხდებოდეს, რომ ამას უნდა საფუძვლად ედოს რაღაც ტიპის უარყოფითი კავშირი რუსეთთან. ეს არ უნდა იყოს რაღაც კორუფციასთან კავშირი, არ უნდა იყოს კომპრომატებთან კავშირში და უარეს შემთხვევაში ორივე ერთად. ამიტომ არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ის, რომ მან ეს 16 წლიანი მმართველობა დაასრულოს, თუ ის დამარცხდება ამ არჩევნებში და თუ არ დამარცხდება ის ტრენდი არ გაგრძელდეს, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის მაგალითად ჩვენ სამეზობლოში, თურქეთი, აზერბაიჯანი და უშუალოდ საქართველო. გავიმეორებ ორბანს აინთო თუ არა მწვანე შუქი შეერთებული შტატებისგან და რუსეთისგან ერთდროულად გააკეთოს ის, რაც მას მოუნდება და მიიღებს თუ არა ის როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გაღარიბებული და ავტოკრატიისკენ მიმავალი რეჟიმი ლეგიტიმაციას დემოკრატიის ციტადელის განასხვავებით. ეს ძალიან სპეკულაციური შეფასება იქნება, რასაკვირველია. უბრალოდ, როდესაც ჩვენ ნიშნებია ამისი. კი, ცხადია, უბრალოდ ჩვენ ნიშნულოვანი პარალელებს როცა ვავლებთ, ნიშნულოვანი საკითხი არ უნდა დაგვავიწყდეს. პირველი ის, რომ ვიქტორ ორბანი მოგწონს, არ მოგწონს და რამდენადაც არ მოგწონს მისი სახეცვლილება, თვისებრივად განსხვავდება ივანიშვილის რეჟიმისგან, იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმი არ არის ივანიშვილი არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე და ის აქ არის რაღაც პროქსი, ანუ მოსკოვის მიერ ხელდასმული და მართული წარმომადგენლობა, მაშინ როდესაც ვიქტორ ორბანი
რუსული გავლენებით სარგებლობს ამასობაში, ანუ მას რუსეთი რაღაც ფორმით აკონტროლებს, შესაძლოა აკონტროლებს, იმიტომ რომ მას რაღაც კომპრომატები აქვს, შესაძლოა იმიტომ რომ აბსოლუტურად კორუფციული სისტემა შეიქმნა ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ პირველ რიგში იმის გამო რომ მას ძალაუფლებაში დარჩენა სურს, განურჩევლად იმისგან ის შეძლებს თუ არა დემოკრატიულად არჩევნების გამარჯვების მოპოვებას. ეს არსებითი განმასხვავებელია ამ შემთხვევაში და აქაც, და თავარი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, სადაც შესაძლოა ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურდეს ვიქტორ ორბანის ხელისუფლებაში შენარჩუნება და ამიტომ მას ღიად უჭერდეს მხარს, მაგრამ თქვათ იგივე ანალოგია რო გამოვიყენოთ და 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მსგავსი манипуляция ჰქონდეს, ვიხილოთ და ჰქონდეს ადგილი. ამ გადმოსახედიდან ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამაზე ღიად შეძლებს თვალი დახუჭოს. როგორი, თქვათ, სამეკავშირეო პოლიტიკის წარმოებაც არ უნდა სურდეს ახლა. აი, სწორედ აქ მინდა ვიკითხოთ, თუ ოპოზიცია მოიგებს ხმებს, მაგრამ ვერ მოიპოვებს ხელისუფლებას, რა მოხდება ამის შემდეგ და არსებობს თუ არა პოსტსაარჩევნო კრიზისის რეალური შანსი? აქ მნიშვნელოვანი არის რამდენიმე ფაქტორი, ხო? ჩვენ ვთქვით, რომ ის რომ ვიქტორ ორბანის და მისი პოლიტიკური გუნდის რეიტინგი თუ რაღაც ხარდაჭერა შემცირებულია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ხარდაჭერის გარეშე არიან. პირველ რიგში, იმიტომ რომ ასევე არ დაგვავიწყდეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იქ წარმოებული პროპაგანდის. ჩვენ ვისაუბრეთ გარეჩარევებზე და აგერი თქვა, რომ საელჩოში თქვათ რუს აგენტების მუშაობენ, ანუ იქ ძალიან ღია ჩარევის ფაქტები, რომელიც დადასტურებულია, ასევე არ დაგვავიწყდეს საარჩევნო კამპანია, რომელიც ორბანმა აწარმოა, რომელიც ჩვენთვის ძალიან ნაცნობია, ეს არის პირდაპირ კრემლში დაწერილი გზავნილები, რომელიც გულისხმობს რაღაც სუვერენიტეტის შენარჩუნებას და ბრუსელის გავლენებისგან გათავისუფლებას და ომის საშიშროებას ამ შემთხვევაში, ან ეს არ არის რაღაც უნივერსალურად ან ივანიშვილის ან ორბანის მიერ შექმნილი გზავნილები, არამედ ეს არის ძალიან ცენტრალიზებული მესიჯები შექმნილი, რომელიც იმისკენ არის მიმართული, რომ მოხდეს ამომრჩევლის ნებით მანიპულირება. მაგრამ როდესაც ჩვენ პროპაგანდაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ძალიან პოლარიზებულია იქ ამომრჩეველი, ან ბევრი ანალიტიკოსი საუბრობს პარალელურ რეალობებზე, ადამიანები, რომლებიც დიდ ქალაქებს მიღმა ცხოვრობენ, აქვთ სრულიად განსხვავებული წარმოდგენა, დამოკიდებულება, აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა საგარეო პოლიტიკის, ამიტომ არის, რომ ორბანის უშუალო მოწინააღმდეგეც უკრაინასთან მიმართებით ძალიან შებოჭილია ამ თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ის მაღალი ალბათობით ევროკავშირის პოლიტიკას დაუჭერს მხარს გამარჯვების შემთხვევაში, მაინც იმ თქვათ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და უკრაინის დაჩქარებულად ევროკავშირში მიღების მხარდამჭერი, მიუხედავად ამისა არ არის, თქვათ იმ ხელა სამხედრო ფინანსური მხარდაჭერის მომხრეც არ არის ორბანის მოწინააღმდეგე, ხო? ანუ ეს კომპლექსური სურათია, რომელიც შეიქმნა სწორედ იმიტომ, რომ როდესაც ერთი მართველი გუნდი 16 წელიწადი არის სისტემის სათავეში, მაშინ მას შესაძლებლობა ექნება, რომ ეს სისტემა მარტოს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, აქ ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო სისტემაზე, ჩვენ ამით სახელმწიფოს რებრენდინგი არის ფიდეშის და უნგრეთის პოლიტიკის თუ რეალური ცვლილება დაიწყება უნგრეთში? ასევე რთული სათქმელია, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ახალი დამოუკიდებელი ფიგურაა, ვთქვათ ასე, ან მისი პარტია სულ რაღაც 2 წლის არის, ამიტომ ასეთი გამოკვეთილი პოზიციები არ გამოკვეთილა მათი, ვთქვათ, ღია პოზიციები, მაგრამ აშკარაა, რომ რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ მეტად პროევროკავშირის პოზიციებს და პოლიტიკას აწარმოებს, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ იმ შემთხვევაში თუ ორბანის პოლიტიკა ინარჩუნებს ძალაუფლებას სხვა ფორმით, მაშინ ევროკავშირის დახმარება და ევროკავშირის
ფინანსები, რომელზეც არსებითად არის დამოკიდებული უნგრეთის ეკონომიკა, ასევე დარტყმის თუ კითხვის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ ამ შემთხვევაში შეგვიძლია დანამდვილებით ვივარაუდოთ, რომ მეტად პროევროკავშირის პოლიტიკას აწარმოებს და ასევე უკრაინასთან მიმართებით უკრაინის თვის განსაზღვრული ევროკავშირის დახმარების პაკეტს ვთქვათ, მეტი წარმატება ექნება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია იმარჯვებს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რამდენად სახეცვლილი იქნება ეს პოლიტიკა. აშკარაა, რომ ამ მომრჩეველ სახლა უბრალოდ არსებითი ცვლილება უნდა სწორედ იმ 16 წლისგან განსხვავებით, რასაც ვთქვათ, ოპოზიციურ გუნდს რაღაც ფორმით დამორჩილება მოუწევს. ერთი ასეთი კითხვა მაქვს ორივესთან. შეიძლება თუ არა უნგრეთის მაგალითი გადამდები გახდეს ევროპის იმ ქვეყნებისთვის, სადაც ძალიან მყიფეა დემოკრატია, გულისხმობ სლოვაკეთს, პოლონეთს, ჩეხეთს, სერბეთს და თუ ორბანი დამარცხდება, ეს ნიშნავს თუ არა ეგრეთ წოდებული ილიბერალური ტალღის მარცხს ევროპაში, თუ ორბანი მოიგებს, ნიშნავს თუ არა, რომ ამ ტიპის ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდება. ხო, კი, ანუ შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ ეს ტრენდი უკვე ფეხმოკიდებულია, პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს რუსული მმართველობის და საგარეო არჩევნებში ჩარევის რაღაც მექანიზმი ძალიან ერთგვაროვანია ამ შემთხვევაში და აშკარაა, რომ აი ამ საზოგადოების ხელოვნური პოლარიზაციის შედეგად მსგავსი ტრენდი ფეხს იკიდებს ისეთ ქვეყნებში, სადაც ეს მოსალოდნელი წესით არ უნდა ყოფილიყო, მაგალითად ჩეხეთში, სადაც წესით ანტირუსული სენტიმენტი ძალიან მყარი უნდა ყოფილიყო. კი ბატონო, და იგივე და სლოვაკეთის გარდა იმისა, რომ დიდი დიასპორა ყავს, ამ სლოვაკეთს უნგრეთს ისტორიული გავლენა აქვს, ამიტომ კი ცალსახად პოლიტიკის რაღაც ექსპორტის მოლოდინი გავლილი ქონდა, აი ეს კრიზისი და მიუხედავად ამისა, კი, და კიდევ უფრო მეტი საფრთხე პოლონეთს ალბათ ნაკლებად ეხება, პოლონეთი ამ ბოლო ცვლილებების შედეგად გაცილებით უფრო მყარად დგას და ალბათ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ბოლომდე მყიფე არ არის დემოკრატია, მაგრამ როგორც ჩანს, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც არ აღმოჩნდნენ ბოლომდე დაცული იმისგან, რომ დემოკრატიული უკუსვლა მაინც შესაძლებელი ყოფილიყო. იმიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ არსებობს სახელმწიფო ძალიან კონკრეტული დიდი რესურსით აღჭურვილი, რომელიც სწორედ იმაზე მუშაობს, რუსული სახელმწიფო არ მუშაობს რუსეთის განვითარებაზე. მისი დიდი რესურსი მიმართულია სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციაზე, რომ შემდგომ იქ დასუსტებული დემოკრატიული ინსტიტუტების ხარჯზე შეძლოს ისეთი ლიდერების წამოწევა, რომელსაც ის აკონტროლებს და რომ გავლენას მოიჭრავს. რას დაკარგავს ივანიშვილი ორბანის ხელისუფლების ბაში ყოფნის დამარცხებით და რა უნდა ვიგულისხმოთ, რა პოლიტიკა შეიძლება ქონდეს პეტერ მაგიარს, მათ შორის საქართველოსთან, უკრაინასთან, იმიტომ რომ იქ ხედავთ ჩვენც, რომ უკრაინასთანაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება თავად მაგიარის მხრიდან. არ არის პირველ რიგში, იმიტომ რომ პროპაგანდას ძალიან აქტიურად აქვს ნამუშევარი და მეორე რამდენიმე გამოკითხვა მაჩვენა მაგალითად, რომ უნგრეთის მოსახლეობა როგორც ანტაგონისტურად განწყობილია პუტინის მიმართ, ისეთივე რაოდენობით არის ანტაგონისტურად განწყობილი უკრაინის მიმართ. ამიტომ არის რომ შეზღუდული პროპაგანდა მიმუშავა პირველ რიგში იმიტომ რომ პროპაგანდა მიმუშავა, მეორე რომ ის რომ უკრაინაში უნგრული დიასპორა განსხვავებული სენტიმენტის არის, მაგრამ ამას პირველ რიგში ეს მიემართება იმისკენ, რომ უნგრეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ ემხრობა უკრაინის დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანებას, იმიტომ რომ თავად არიან ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ბევრი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც გაფართოების პოლიტიკის მიმართ ძალიან სკეპტიკური იყო რუსეთ-უკრაინის ომამდე. მათ შორის პირველ რიგში საქართველოს მისამართი და ისეთი ქვეყნების მისამართით, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული დემოკრატიები.
ეს თავისთავად არ ახალია და ევროკავშირის წევრ ქვეყნების მოსახლეობას აქ ამის ფუფუნება, რომ რაღაცნაირად იმსჯელოს ამ საკითხზე საკუთარი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ შემდგომ უკვე ევროკავშირის პოლიტიკა შესაბამისად საზიარო ხდება. მაგრამ თავდაპირველ კითხვას რო დავუბრუნდეთ თქვენსას, რას დაკარგავს ივანიშვილი? ივანიშვილი დაკარგავს იმას, რომ რუსეთი დაკარგავს მთავარ მოკავშირეს ევროპის კავშირში. ივანიშვილი დამოუკიდებლად არაფერს არ დაკარგავს, იმიტომ რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ ივანიშვილი დაკარგავს იმას, რომ მის პატრონს მთავარი მოკავშირე ევროკავშირის ფარგლებში გამოეცლება ხელიდან და ამ შემთხვევაში თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოპოზიციის გამარჯვება სწორედ ამ შედეგით დასრულდება რუსეთისთვის, რუსული გავლენისთვის უნგრეთში, უნგრეთზე და შესაბამისად ევროპის კავშირის პოლიტიკის წარმოებაზე. პირველ რიგში უკრაინასთან მიმართებით და ზოგადად ევროპული დასავლური ღირებულებებთან მიმართებით. მაგიარის სიტყვის ტრანსკრიპტები ვრცელდება. ის ორბანის მთავრობას მაფიოზურ სისტემას უწოდებს და ქვეყანაში კორუფციის, პროპაგანდის, ძალაუფლების ვიწრო წრეში კონვერტაციაში ადანაშაულებს. ავტორიტარიზმი და იზოლაცია არის ის, რასაც აკრიტიკებს მაგიარი ფიდეშის და ორბანის პოლიტიკის მიმართ. ამბობს, რომ ორბანმა უნგრეთის საერთაშორისო იზოლაციამდე მიიყვანა, მისი მმართველობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება და დიქტატურისკენ წავა ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში. უნდა მოხდეს რეჟიმის დასასრული. აცხადებს, რომ ორბანის ეკოპაკა დასრულდა და თავისი პარტია დიშა მოსახლეობას რეჟიმის შეცვლასა და ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნებას შეძლებს. ხო, ნამდვილად ასეა. ჩვენ ახლა ვახსენეთ რუსული კანონი, რომელიც ორბანმა ცადა რომ ინიცირება მოეხდინა, კი არა და მიიღო, ზუსტად იმ ფორმით, რა ფორმითაც საქართველოში დაინიცირდა და მიღებულ იქნა, ის რომ სტრასბურგის მიერ გაუქმებული იქნა და ის რომ ევროკავშირის იძულების გამო უკან დახევა მოუწია, არ ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკაში ეს კანონი არ არის ამუშავებული. ორბანი ანუ de facto ამ კანონს ამოქმედებს და რაც ვთავარია ძალიან ეფექტურად დევნის იქ თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ მედიას, თავისუფალ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დახურა უნივერსიტეტი, რომელთაც არა მხოლოდ ტრისხატი შექმნა, არამედ აი ეს შეფუთა, რომ თითქოს ეს ფერადი რევოლუციები სწორედ იქიდან მომდინარეობდა და მის ძალაუფლებას შეუშლიდა ხელს, ზუსტად ის პროპაგანდისტული გზავნილი აწარმოა, რომ თუ მე არ დავრჩები ხელისუფლებაში, მაშინ უნგრეთი ჩაებმება ომში. ანუ იდენტური პროპაგანდა, იდენტური სლოგანები და იდენტური გავიარეთ უკვე აბსოლუტურად, ხო. პარალელურად კადრში ვხედავთ რა ხდება ოპოზიციის მომხრეთა შეკრებაზე უნგრეთში. იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი, წერს სოციალურ ქსელში. ამ წამს მომწერა ჩემმა უნგრელმა მეგობარმა, ცნობილმა სოციოლოგმა. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენ ვიმარჯვებთ მაგიარს გულისხმობ და ცხადიაო, წერს იაგო კაჭკაჭიშვილი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რითიც ჩემ შესავალ სიტყვაში ვთქვი, როგორც პოლიტოლოგები ამბობენ, ახლა მაგიარს, პეტერ მაგიარს და ოპოზიციას სჭირდება არა უპირატესობით, დიდი უპირატესობით მოგება, არამედ უზარმაზარი უპირატესობით მოგება, რომ ის შავი ხვრელები, რომლითაც სავსეა საარჩევნო სისტემა, ორბანმა არ გამოიყენოს სათავისოდ. ვერ გამოიყენოს, ხო? ვერ გამოიყენოს სათავისოდ, კი ბატონო. ქაბატონ ნინო, როცა გითანხმდებოდით ინტერვიუზე, მაშინაც გთხოვეთ, რომ ამ პრობლემის აღნიშვნის და მიმოხილვის გარეშე არ დაგვემთავრებინა ჩვენი ეთერი. ჩვენ ვიცით არაერთი გამოკითხვა ქართული ოცნების სხვადასხვა საეჭვო კავშირების შესახებ, არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ირანთან. Fox News-ი რამდენიმე დღის წინ წერს, რომ ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს. ამერიკელი მედია საშუალება ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ირანის ისლამური რესპუბლიკა საქართველოს იყენებს როგორც ერთ-ერთ არხს დასავლური სანქციების გვერდისავლისა და საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურის ფინანსური მხარდაჭერისთვის. აქვე დღევანდელი ამბავით ცნობილია, ტრამპმა ახლა თვითონ განახორციელა ჰორმუზის სრუტის ბლოკირება და ემუქრება ყველას, ვინც კი აი ამ სრუტეში ირანთან კავშირებით შეეცდება ნავთობის გატანას. მოკლედ
რა რისკის ქვეშ აღმოჩნდით კიდევ ერთხელ ახლა უკვე Fox-ის მიერ აღიარებული რისკის ქვეშ? ხო, ჩვენ არ ვიცი რამდენად რისკის ქვეშ აღმოჩნდით, ჩვენი მთავარი რისკი ის არის, რომ ოკუპირებულია საქართველო, მაგრამ ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ვინაიდან ივანიშვილი დამოუკიდებელ პოლიტიკას არ აწარმოებს, ის ბუნებრივი მოკავშირეა იმ სისტემის და იმ რეჟიმის, რომელიც არის რეგიონში პუტინის მოკავშირე და შესაბამისად ამიტომაც თუნდა კობახიძე რუბიოს ზარის შემდეგ და ერთი მხარდამჭერი განცხადებაც კი არ გააკეთა, რომ აი ვისაუბრეთ გავითვალისწინებთ. მაგრამ რა ვიცი, ირანის ელჩის რეაქციითაც თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ყისიერად მოყვა რუბიოს ზარს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ და მხოლოდ ირანის თემას ეხებოდა რუბიოს ზარი, იმიტომ რომ ასეთი ზარი არასდროს არ განხორციელებულა და არც განხორციელდებოდა, იმიტომ რომ ესენი არ არიან მათი საპირწონე რეჟიმი და სისტემა. ანუ ეს არ არის რაღაც დიპლომატიური counterparty, რომელთანაც რუბიო დარეკავდა. აქ არის მხოლოდ ირანის საკითხი, გამსაზღვრელი საკითხი და იქიდან როგორც ჩანს საკმაოდ მკაცრი საუბარიც იყო. რომელიც ასე ღიად უჭერს მხარს ორბანის ტიპის პოლიტიკას. ეს არის თუ არა იმედი ამ ხელისუფლებისთვისაც, რომ აღიარებას და დაალაგებას შეიძლება და მიიღოს? არა, იმიტომ რომ ეს ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა, როგორც ვაშინგტონის პერსპექტივიდან, ისე ზოგადი დე-ფაქტო მდგომარეობიდან და უბრუნდები იმას, რაზეც ვსაუბრობდი. ორბანი არის დამოუკიდებელი პოლიტიკოსი. ორბანი არის დამოუკიდებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ოდესღაც დემოკრატიულად არჩეული მმართველი, რომელიც შესაძლოა ავტორიტარიზმის ნიშნებს ავლენდეს, მაგრამ ეს არის მისი დამოუკიდებელი პოლიტიკის ნაწილი, შესაძლოა რუსული გავლენებით, იმიტომ რომ მან ეს გზა აირჩია, მას სურს რომ თავისი კორუფციული და კლანური მმართველობა შეინარჩუნოს, რაშიც მას ხელს უშლის ევროკავშირის პოლიტიკა და დემოკრატია ზოგადად. ამიტომ ის ამ შემთხვევაში მის მოკავშირედ განიხილავს რუსეთს და შესაბამისად ხელი ხელს აძლევს ამ შემთხვევაში. ივანიშვილის შემთხვევაში აქ საერთოდ არ არსებობს დამოუკიდებელ პოლიტიკაზე საუბარი და ჩვენ თუ ვაშინგტონის დღევანდელ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ვაშინგტონი უბრალოდ აი ამ ანტიევროპულ ტალღაზე ევროპის კავშირის შიგნით მოკავშირეს ხედავს ორბანს როგორც დამოუკიდებელ მოთამაშეს, რაც აბსოლუტურად არ არის ივანიშვილის შემთხვევაში. ივანიშვილთან პირისპირ დიალოგი არ მიმდინარეობს, ივანიშვილს დამოუკიდებელ მოთამაშედ არავინ განიხილავს. საქართველოს ნებისმიერი ტიპის საქართველოსთან მიმართებით არსებულ საკითხებზე მსჯელობა თუ დაიგეგმება მაღალ პოლიტიკურ დონეზე, მაშინ ეს წარიმართება პუტინთან, ვიდრე ივანიშვილი არის დღეს ხელისუფლებაში. ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი თუ რაღაც ორბანის ერთგვარად საეჭვო პოლიტიკას ახლა ვაშინგტონი მხარს უჭერს, აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის ლეგიტიმაციას რაიმე პერსპექტივა ემუქრება მოცემულ ვითარებაში.